გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. ეს არის мотиваციის ვიდეო. ჩვენ გვაქვს წელიწადის უმშვენიერესი დრო გაზაფხული და ჩვენს თვალწინ ბუნება იღვიძებს და მშვენიერდება. და ეს წელიწადის დრო არის საუკეთესო დრო ასევე იმისათვის, რომ ჩვენ აი ამ ბუნებას ფეხი აუწყოთ და ასევე ჩვენ შევეცადოთ ჩვენი ცხოვრებაც გავამშვენიეროთ, გავალამაზოთ ჩვენს თავში, ჩვენი შინაგანი მოტივატორი, წამახალისებელი აღმოვაჩინოთ, ან გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ. რადგან წელიწადის ამ დროს, რაც იწყება, არის დალოცვილი და მოაქვს კარგი შედეგები, კარგი ნაყოფი, როგორც ბუნებაში, ასევე ჩვენში. ამიტომ ღირს ჩვენ თავს ჩავეკითხოთ და გავაცნობიეროთ, თუ სად ვდგევართ, რითი არის ჩვენი ფიქრები დაკავებული, რა გვამოძრავებს, რას ვუთმობთ ჩვენს ფოკუსს, რა ვნახულობთ სოციალურ ქსელში, რასე საუბრობთ ჩვენს ახლობლებთან, როგორი ადამიანები გვახვევია გარშემო. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან იმის მიხედვით, თუ ჩვენ სად ვდგევართ ენერგეტიკულად, თუ რას დასტრიალებენ უმეტესად ჩვენი ფიქრები, ჩვენ ვიზიდავთ ამას გარე სამყაროსაგან. ამას მე ხშირად ვამბობ ჩემ თავსაც, ხშირად ვუმეორებდი და ვუმეორებ. ყველაფერს სჭირდება ზრუნვა, ჩვენ საკუთარ თავსაც. როცა პატარები ვიყავით, მშობლები და უფროსები ზრუნავდნენ ჩვენზე. ახლა კი ვართ იმ ასაკში, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავზე თვითონ ვიზრუნოთ. არ უნდა მოველოდეთ ამ ზრუნვას არავისაგან. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი რამ, არც უნდა გვინდოდეს, რომ ამ ზრუნვის სადავეები ვინმეს ეკავოს ხელში. ჩვენ თვითონ ამით გამოვხატავთ ჩვენი თავისადმი სიყვარულს და პატივისცემას. როგორც ვთქვი, ზრუნვა ყველაფერს უხდება და ამის მაგალითი მაქვს ეს შესანიშნავი ყვავილი, ნახეთ. მსგავსი ყვავილი მაჩუქა ამ ქალბატონმა, იგივე ქალბატონმა ბევრი წლების წინ. ახალი გადმოსული ვიყავით ამ სახლში. არ მეცალა და არც ყვავილებისადმი, განსაკუთრებით ოთახის ყვავილებისადმი მქონდა რაღაც ისეთი ზრუნველი სიყვარულის დამოკიდებულება ნაპოვნი. და აი რა განსხვავება არის, მაშინ იმ ყვავილის გადაგდებამ მალე მომეწია. და ეხლა შემოდგომაზე რომ იგივე ყვავილი მაჩუქა, გამახსენდა და ვთქვი, მაგრამ შეხედეთ, კიდევ ბევრად ლამაზი იყო. ეხლა ეს არის დაყვავილების ფაზაში. ისეთი ლამაზი იყო, როგორც თეთრი ბურთი, ეხლა გაზრდილი არის და უკვე სხვანაირად გადაიშალა. ის ქალბატონი მოვიპატიჟე, რომ ენახა რა საოცრება ყვავილი გახდა და თვითონაც გაოცდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერს სჭირდება მზრუნველი ხელი, რომ თქვა, რომ დიდი მოვლა სჭირდებოდაო, არა, ნაკლები წყალი, მზიანი ადგილი, მაგრამ განწყობა, ენერგია ქმნის უკვე აი ამ ყვავილისათვის ასევე განვითარების წინაპირობას. და ჩემს უკან არის ამარილისი, წესით დეკემბრის ბოლოს უნდა გაყვავებულიყო, მაგრამ ნახეთ თავისი ტემპო აქვს. 4 ულამაზესი ყვავილი აქვს მარტის ბოლოს. და თვითონ ჩვენთაგან ჩვენი ტემპო გვაქვს. ნუ მოვთხოვთ ჩვენ თავს შეუძლებელს. ნუ შევედარებით სხვებს. ჩვენ ვართ ორიგინალი. თვითონი ჩვენთაგანი. ჩვენი არქეტიპული ნაზავით, ჩვენი ბავშვობის გამოცდილებებით, როგორც პოზიტიურით, ასევე ნეგატიურით. და ჩვენი მიზანი კი არის ის, რაც და ჩვენს ცხოვრებას უხდება კი ის, რომ ჩვენი ფოკუსი გქონდეს უმეტესწილად დადებითზე, იმ ღიმილზე, რომელიც უცხო ადამიანისაგან მოდის, მაგალითად. იმ
პოზიტივზე, რომელსაც სამყარო გვაძლევს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა იმ პოზიტივზე, რაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავს მივცეთ. ეხლა ჩაგეკითხებით, როგორ იწყებთ დილას, რა განწყობით, რა ფიქრებით, თუ აკეთებთ გამომხნევებელ ვარჯიშს, ან სულ მცირე ტანს თუ იზელავთ, მე გირჩევთ ტანის მშრალ დაზელვას. ან თუ აკეთებთ იმას, რაც თქვენ დაგეხმარებათ დღე, როგორც შეიძლება პოზიტიურად და წარმატებულად წაიყვანოთ. რა პასუხს გასცემთ თქვენს თავს და შემდგომ რას აკეთებთ დღის განმავლობაში თქვენთვის და დღის ბოლოს თუ ცდილობთ მოკლე მედიტაციით, ან მდუმარეთ ჯდომით, ან თუნდაც აბაზანის მიღებით, ან შხაპის მიღებით, ან სულერთიარით ეს დაღლილობა რაც აკრიფეთ, განწყობები რაც აგეწებათ, ჩამოირეცხოთ, მოიცილოთ, რათა გქონდეთ ჯამრთელი სასიამოვნო ძილი. როგორ გძინავთ? თუ არ გძინავთ კარგად, რას აკეთებთ, რომ კარგად დაიძინოთ? ტაბლეტები აქ არ იგულისხმება. ყველა სფეროში შეგვიძლია რაღაცა გავაუმჯობესოთ. აი, რაზე იღებთ პასუხისმგებლობას და რაზე შეგიძლიათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ. რა არის თქვენი პრიორიტეტები? აი ეს კითხვები, რაც ახლა დავსვი, მე ვუსმებდი და ვუსმებ ჩემს თავს და ეს, რასაც ვამბობ, არის ასევე ჩემთვის. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყოველთვის პროცესში და რაღაცას გავითავისებთ, იმ რაღაცას კიდევ სჭირდება შეხსენება. და რაც მნიშვნელოვანია, უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ რა რეაქციები გვაქვს ჩვენს გარშემო სამყაროს მიერ შემოთავაზებულ ენერგიებზე, შინაარსებზე. მაგალითად, რას კითხულობთ სოციალურ ქსელში. ერთი მაგალითი მაქვს, რომელიც როგორც მახსოვს, ერთხელ უკვე ვახსენე. ერთ საყვარელ ადამიანს ვურეკავდი აქ იმ წლებში, როცა ინტერნეტი და სოციალური ქსელები არ იყო და დარეკვა ძალიან სერიოზული თანხა ღირდა. და ამ ადამიანისაგან მე დიდი სითბო და ყურადღება და მზრუნველობა მახსოვდა ჩემი სტუდენტობის დროს. ვურეკავდი სიყვარული და მოვიკითხავდი. და ის ჯერ გაიხარებდა და მაშინვე შედიოდა დეფიციტის მოდულში, მაშინვე ამბობდა, რომ აი შენ ესე შორს ხარ და გახსოვარ და მირეკავდა, აი იმას და ახსენებდა 1-2 მაგალითს, რომელზეც შეიძლება მეტი ზრუნვაც ჰქონდა და ისინი მე არ მეხმიანებიან, არადა ისე შორს არ არიან. და ვცდილობდი მე თქვა, რომ აი ყველას თავის გამოხატვის მეთოდი აქვს და მეც ადრე ვერ გამოვხატავდი და იცით, მიუხედავად იმისა, რომ აი ბევრად უფრო ხშირად დაურეკავდი, ბევრად უფრო ხშირად ვეტყოდი, როგორი მადლიერი ვიყავი მისგან მზრუნველობის და როგორ მიყვარდა ის. მე შევამჩნიე, რომ აი რადგანაც უკვე მოლოდინი მქონდა, რომ ეს დეფიციტური მოდუსი, ეს დეფიციტის გამომხატველი წინადადება, რომ აი შენ კი მირეკავ, რა კარგია, მაგრამ აი ის რო არ მირეკავს, რომ წამოვიდო და მე ეს ხელს მიშლიდა, ბევრჯერ მაკავებდა, რომ გამახსენდებოდა, აი მოდი დაურეკავ და ესე იგი, ეს წინადადება იყო ჩემთვის შემაკავებელი. იცით რა, ეს წინადადება ნიშნავდა, რომ მე ქათინეს კომპლიმენტს მეუბნებოდნენ, მაქებდნენ სხვის ხარჯზე და ეს ჯობია რომ გითხრან, რაც მოწონთ ჩვენში, რასაც აფასებენ. აი შედარება ყოველთვის იმ რაღაც მწარე წვეთს ურევს იმ რაღაც მადლიერებაში, იმ პოზიტიურ ენერგიაში, რომელიც ჩვენი მიმართულებით მოდის. ამიტომ შეირგე, როცა ვიღაცა დადებიც გეუბნება, როცა ვინმე მადლობას გეუბნება. შეირგე ეს ულამაზესი ბუნება გაზაფხულზე. ეს არის ყოველ წელს განსაკუთრებული, იმიტომ რომ მე ჩემი ბაღის მაგალითზე მივხვდი, რომ ყველა ხეს
კი აქვს ყოველ წელს გაზაფხული, მაგრამ რაღაც ყველა თავისებურად ყვავილდება, რომ ვაკვირდები ეს განსხვავება შევნიშნე და ნიშნავს, რომ წელიწადის ყოველი დრო კი მოდის, მაგრამ ის არის ახალი და ორიგინალური და ჩვენ გვაქვს ეს ერთადერთი ორიგინალური ცხოვრება და ჩვენი ცხოვრების გალამაზება იწყება შიგნიდან. გქონდეს ფოკუსი დეტალებზე, რომლებიც გულს გაგეხარებენ, გქონდეს ფოკუსი იმ პოზიტივზე, იმაზე, რაც შენ მოტივაციას გაძლევს, რაც შენ დადებით ენერგიას გაძლევს. გააცნობიერე რას აკეთებ, სათხარ, რომელ სცენებზე ხარ და თუ ატყობ, რომ რომელიღაც სცენაზე ყოფნა არ გიხდება, მე მაქვს ვიდეო, ჩამოდი სცენიდან. გამორთე სინათლე და ჩამოდი იმ სცენებიდან, რომლებიც შენ არ გიხდება. ან თუ აუცილებლობად მიგაჩნია, ადი, მაგრამ აიღე პასუხისმგებლობა, რომ მიხვდე, როდის არის შენი სცენიდან ჩამოსვლის დრო, როდის უნდა დაზოგო შენი თავი, რადგან უმეტესი დრო უნდა იყო პოზიტივზე, რაღაცის შექმნაზე, რაღაცის პოზიტივის განცდაზე ფოკუსირებული, რომ სამყარომ ასევე პოზიტივი გაიმეტოს ჩვენთვის. აი ახლა მე ხო შემთხვევა ხომ ვთქვი, რომ ეს უსაყვარლესი ქალბატონი, რომელიც გაუცნობიერებლად აკეთებდა ისე, რომ მე მასთან დარეკვა მიჭირდა, აი ბევრჯერ გადამიდია ეს დარეკვა. ესე იგი, რას ნიშნავს? ჩემგან იღებდა იმ მომენტში სიყვარულს და სითბოს, რომელიც მას სიამოვნებდა, მაგრამ თავისი ფოკუსით, რომ იმაზე, ვინც ამას არ აკეთებდა, ზღუდეს წინაღობას სვამდა ჩემს და მას შორის, ჩემგან წამოსულ მოსალოდნელ სითბოს რაოდენობას და მას შორის. და აი დავაკვირდეთ, სად სვამთ ჩვენ წინაღობებს, სად არ ვაძლევთ სამყაროს, რომ პოზიტივმა, სიყვარულმა, სითბომ იდინოს. და როგორც ვთქვი, ეს იწყება ყოველდღიური ცხოვრებიდან, დილის დაწყებით. კიდევ შეგახსენებთ, ჩემს გვერდზე დებს დღის დამაპროგრამებელი მოკლე მედიტაციაც არ ქვია, უბრალოდ წამახალისებელი მოტივაცია 8 წუთის განმავლობაში და ეს შეიძლება მოისმინო რუტინის დროსაც, ან მონახე სხვაგან, ან შექმენი შენი საკუთარი, მაგრამ აი ასეთი შეხსენებით შენს თავს ყოველ დილით შეახსენებ, რა უნდა იყოს პრიორიტეტები და ასევე საღამოც უნდა დამთავრდეს აი ამ მოშვებით, მადლიერებით და რაც არის წინაპირობა კარგი ჯანმრთელი ძილისათვის. ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე, ავიღოთ პასუხისმგებლობა აი ამ შესანიშნავ წელიწადზე, საინტერესო წელიწადზე, განუმეორებელ წელიწადზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც დედამიწას აქვს, მე ვფიქრობ, რომ დედამიწაზე ყოფნა საერთოდ აი ამ ყველაფრის განცდა, ამის დაკვირვება, მიუხედავად სირთულეებისა, მიუხედავად წინაღობებისა, არის უკვე რაღაცა პრივილეგია. და შეგახსენებთ, რომ ღმერთმა ყველას გვაშოროს, მაგრამ ისეთი ფატალური და მძიმე დაავადებების დროსაც კი, როგორც კიბო არის, ექიმები პაციენტს თხოვენ, რომ და ურჩევენ, რომ მან შინაგან განწყობაზე იზრუნოს. სხვათა შორის წავიკითხე, სადღაც კბილის ექიმთან მიწევს, მე სიარული და იქ არის ეს ჟურნალები და წავიკითხე, იქ ეწერა ბრიტანეთის სამეფო კარის პრინცესაზე კეითის კიბოს დაავადებასთან დაკავშირებით, რომ მასაცო ურჩიესო, რომ შინაგანი განწყობა არის გადამწყვეტი, რასაკვირველია, სხვა პროცედურების პარალელურადო. ასე რომ ჩვენი შინაგანი განწყობით ჩვენ შეგვიძლია ბევრი არასასურველი არიდება, ჩვენს თავზე ზრუნვა, ჩვენი თავისადმი ამით სიყვარულის და პატივისცემის დადასტურება, რაც
მოქმედებს ჩვენს თვითშეფასებაზე. იმიტომ რომ თვითშეფასება სჭირდება აღიარება და ჩვენ უნდა ჯერ თვითონ ჩვენი თავი ვაღიაროთ და პატივი ვცეთ და შევიყვაროთ ისეთი, როგორიც ვართ, რათა შემდგომ გქონდეს ეს კომუნიკაციის საშუალება, კომუნიკაციის არხი მასთან და მან ჩვენი სურვილები, ჩვენი მოწადინებები უკეთ გაიგოს და გაითვალისწინოს და გისურვებთ წარმატებას აი ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე, რომელსაც გზა საკუთარი თავისაკენ, გზა საკუთარი შინაგანი კმაყოფილებისაკენ ჰქვია. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.